ჩემპიონთა ლიგაზე ქართული დუელი შედგა. ლივერპულთან დაპირისპირებაში ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი მამარდაშვილის კარი 65 წუთზე აიღო და PSG-ს გამარჯვებაში დაეხმარა. პარიზულმა კლუბმა მეტოქე 2-0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილს გაიმართება. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი შეაქო. მისი თქმით, PSG-სთან მატჩში მეკარე საუკეთესო იყო და სწორედ მამარდას დამსახურებაა, რომ კლუბმა უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო. მწვრთნელისგან ქება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ლუის ენრიკეს თქმით, კვარა გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა. გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი. ქართველი ორლანდო მეჯიკს მინესოტა ტიმბერვულსთან გამარჯვებაში დაეხმარა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრაში 21 წუთი მიიღო და კლუბს 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა და დაფარება შესწინა. თეთრი სახლისთვის ის მებრძოლები ავარჩია, ვისაც ვენდობი. დანა ვაითი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დაპირისპირებაზე საუბრობს. ე딘 როსის ლაივ სტრიმზე ვაითმა უარყო მახაჩევის მტკიცება, რომ ბრძოლა ქართველი ჩემპიონის მიზეზით ჩაიშალა. ბრძოლების შერჩევისას 2 პუნქტს მივაქცია ყურადღება. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა და ვის შემიძლია ვენდო რომ ოქტაგონზე მართლა გამოვლენ, თქვა დანა ვაითმა. ისლამ მახაჩევი თეთრი სახლის ქარდის დაანონსების დღიდან ამტკიცებს, რომ ბრძოლაზე უარი თოფურიამ თქვა. HBO Max-ი ილია თოფურიაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. სერიალის პრემიერა, რომლის სახელიც ლოს თოფურია, იქნება ივლისში შედგება. სერიალი 3.50 წუთიანი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და ის ილია თოფურიას ოჯახზე, თეთრი სახლის ღონისძიებისთვის მზადებაზე და საჩემპიონო გზაზე მოგვიყვება.